ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, დიდი ამბები ხდება რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო. მნიშვნელოვანი კვირა გველოდება წინ და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გასული დღეები. თავარი ინტრიგა ახლა არის შეხვდება თუ არა პირისპირ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინი და აი ამ კითხვის გარშემო ვაპირებ რომ დღეს ვისაუბრო, შემოგთავაზოთ მსჯელობა, განვიხილოთ ერთად ყველა წინაპირობა, რაც უძღოდა აი ამ საბოლოოდ აი ამ წინადადების გაკეთებას და ვის რა რეალობა უდგას ახლა. ვის სურს რეალურად მშვიდობა და ვის სურს ომის გაგრძელება. აი ამ ყველაფერზე ვაპირებ რომ ვისაუბრო დღეს. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს რედლაინია და აქ ვეკითხოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მოკლედ, ბოლო სიახლე რაში მდგომარეობს, რომ ესე იგი ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ რაც ერთგვარად კუთხეში იყო მომწყდეული და ულტიმატუმი ჰქონდა წაყენებული, ან დათანხმება 30 დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, ან სანქციები დასავლეთის მხრიდან, მათ შორის შტატების მხრიდან და დამატებითი დახმარება უკრაინას, აი ესეთი პირობების წინაშე იდგა და აი ამ ფონზე ერთგვარი გამოსავალი მოძებნა, ისევ რაღაც ვითომ მშვიდობის მყოფელის როლი მოირგო და გააკეთა განცხადება. აქ მნიშვნელოვანია ეს ფორმატიც, რა ფორმატშიც მოხდა აი ამ განცხადების გაკეთება. მოკლედ ჯერ განცხადება შევეხოთ თავად მის შინაარსს და გზავნილს და შემდეგ უკვე გარემოებებზეც ვისაუბრებ. პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ სთავაზობს ზელენსკის უკრაინას პირდაპირ მოლაპარაკებებს მას არ უგულისხმია პირდაპირ ერთ-ერთზე შეხვედრა, თუმცა თქვა რომ შესაძლოა დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართოს სტამბულში 15 მაისს და ამის შემდეგ უკვე რაც გადაწყდება ძირეული პრობლემები, რომელიც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, შესაძლოა მხარეებმა ისაუბრონ მშვიდობაზე. აი ასე დროის გაწევა სცადა მორიგჯერზე პუტინმა, თუმცა აი ამას მოყვა ძალიან ძლიერი ნაბიჯი და ბევრისთვის მოულოდნელი, პირველ რიგში შესაძლოა თავად რუსებისთვის მოულოდნელი ნაბიჯი ზელენსკის მხრიდან. მან თქვა რომ მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად, თავად ერთის მხრივ მზად არის რომ ხვალიდან უკვე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს. ოღონდ იმ პირობით რომ თუ იქნება თავდასხმების არქისებურად უპასუხებს ამას უკრაინის შეიარაღებული ძალები და არც მეტი არც ნაკლები მზაობა გამოთქვა რომ პირდაპირ დაუჯდეს პუტინს და 15 მაისს ჩავიდეს სტამბულში. და დატოვა კითხვა ღიად. ნეტავ რას მოიფიქრებენ ახლა რუსეთში იმის გასამართლებლად თუ პუტინი არ წავა აი ამ პირისპირ მოლაპარაკებებს ზელენსკისთან და მაშინ როდესაც რუსები შეეცადნენ რომ ბურთი კვლავ უკრაინის მოედანზე გადაეგდოთ, აი ახლა ალბათ ყველაზე მეტად პოლიტიკურად ჩიხში მოაქცია ზელენსკიმ აი ამ ნაბიჯით, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პროცესში ის თანმიმდევრული იყო, მიყვებოდა ტრამპის პოლიტიკას, ცდილობდა ძალიან ფრთხილად რომ არ მოსულიყო წინააღმდეგობაში სწორედ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტაქტიკასთან და ამ ყველაფერს ძალიან მოთმინებით მიყვა და მიიყვანა აი ამ პროცესამდე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნახეთ ისტორიული პროცესი, სწორედ გუშინ, როდესაც კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები და ანუ ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერმა ზელენსკისთან ერთად გამოაცხადა სწორედ ის პირობები, რომელიც უკავშირდებოდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. მათთან კონტაქტზე იყო სწორედ ტრამპიც, სატელეფონო ხაზზე იყო და ერთობლივი ტექსტიც გავრცელდა საბოლოოდ. სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ არ დათანხმდება პუტინი 30 დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ამ შემთხვევაში დაწესდება სანქციები. ორი სხვადასხვა მიმართულებით, ნავთობპროდუქტების ექსპორტზე არის აქ საუბარი და მესამე ქვეყნების დასანქცირებაზე, რომლებიც ყიდულობენ რუსეთისგან ამ ჩრდილოვანი ფლოტის გავლით ნავთობს, მათ დასანქცირებაზეა საუბარი და მეორეს მხრივ იყო დაპირება, რომ უკრაინა მიიღებდა დამატებით შეიარაღებას ევროპელი ლიდერებისგანაც და ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც. ეს იყო საკმაოდ მძიმე ულტიმატუმი პრინციპში, პირდაპირ ვთქვათ პუტინისთვის და ამაზე მეტყველებს ისაც, რომ მათ სასწრაფო წესით მოუწიათ რეაგირება.
სწორედ აი ამ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა ეს წინადადება სტამბოლის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი აქ დროც დაახლოებით 5-3 საათზე ჩანიშნეს პრესკონფერენცია რუსეთში, დაჯდა პუტინი, თავიდან იყო ასეთი წინასწარი განცხადებები, რომ იქნებოდა კითხვებზე პასუხიც, ჟურნალისტებს ექნებოდათ კითხვების დასმის შესაძლებლობა და ისეთ რამეს მოისმენდნენ, რომ მთელი მსოფლიო მედია აფეთქდებოდა. შემდეგ თქვეს, რომ არა, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იქნება და აღარ დარჩება დრო კითხვა-პასუხისთვისო. საბოლოოდ კი რა ვნახეთ, რომ პუტინი გამოვიდა და თქვა ასეთი რამ, რომ ის მზად არის დელეგაციების დონეზე განაახლოს შეხვედრები იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ომის საწყის ეტაპზე რუსეთის შეთავაზება არსებობდა, სტამბული მოლაპარაკებები, რომელმაც უნდა აღმოფხვრას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ეგრეთ წოდებული ძირეული პრობლემები და ძირეულ პრობლემებში, ვისაც არ ახსოვს, შევახსენოთ რა იგულისხმება, ხო, რა არის რუსეთის ხედვა. რომ უკრაინის ბრჭყალებში დენაციფიკაცია უნდა მოხდეს, დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს, უნდა დაივიწყონ საერთოდ ევროპული და ნატოში ინტეგრაცია, არანაირი დასავლური შეიარაღება და დასავლური ძალები არ უნდა იყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინამ უნდა მიიღოს დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად ის, რომ აღიაროს რუსეთი როგორც მისი უსაფრთხოების გარანტორი, ანუ სრულ კაპიტულაციაზეა პრინციპში საუბარი. და თავის მხრივ რას ნიშნავს აი ამ წინადადების ახლა პუტინის მხრიდან ხელახლა გაჟღერება, ხო? ანუ ის ერთის მხრივ ცდილობს იმის დემონსტრირებას, იმიტაციას ქმნის, თითქოს ის მზად არის რაღაც სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რომ ვინმე მართქვას, რომ ის ხისტად პირდაპირ უარს ამბობს რამე შეთავაზებაზე. არ ახსენა არანაირად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, მხოლოდ ისაუბრა მოლაპარაკებებზე, საკუთარ სათამაშო მოედანზე, სადაც მან განსაზღვრა, რომ უნდა ილაპარაკოს და იმ ფორმატში, რომელიც მას სჭირდება. და რას უნდა ელოდოს ამის საპასუხოდ უკრაინისგან, ხო? ანუ ყველასთვის გასაგებია ეს ყველაფერი, რასაც ისინი გულისხმობენ ძირეული პრობლემების აღმოფხვრაში ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამაზე არ წავა ზელენსკი, ეს იციან და სცენარი ითვალისწინებს იმას, რომ საბოლოოდ მერე ისევ ეთქვათ, რომ აი ჩვენ მივდივართ მოლაპარაკებებზე და უკრაინელები არ მოდიან, არ გვესაუბრებიან, არ გვთანხმდებიან, მათშია პრობლემა, ჩვენ მშვიდობის ყოფილები ვართ და აგრესორი არის უკრაინა. აი ამ აბსურდის წრეზე ტრიალის მცდელობა არის ეს განცხადება პუტინის მხრიდან, რომელიც გუშინ გააკეთა და სწორედ ამას ვამბობ, რომ საპასუხო განცხადება ზელენსკის მხრიდან, რომ ის აბსოლუტურად ღია, აბსოლუტურად მზად არის და ერთ-ერთზე იწევს მოლაპარაკებებში, არის აი ამ ყველაფრის ჩაჭრის და აი ამ ყველაფრის ლუსტრაციის მცდელობა, რომ საბოლოოდ ყველამ დაინახოს რეალურად რა სურს პუტინს და რომ მას არ სურს რეალურად ომის შეჩერება. აი ეს არის აი ამ სulis მთელი ამოცანა ზელენსკის მხრიდან. დიდი ალბათობით არც უკრაინაში და არც სხვაგან და არც მე არ მაქვს რეალურად იმის მოლოდინი, რომ ახლა პუტინი დათანხმდება ზელენსკისთან დაჯდომას, ზელენსკისთან, რომელსაც ისინი ეძახიან კლოუნს, ეძახიან ნარკომანს, მათი პროპაგანდა გაჯერებული არის ზელენსკის დამცირებით და აი ეს გაბრენზილი რუსული რაღაცა მითის მიღმა, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ, რომ ეს რაღაც ხელშეუხებელი პუტინი იქაური აუდიტორიისთვის ჯდება კლოუნ ზელენსკისთან ერთ-ერთზე და ესე სასტრაფოდ აი ამ ფორმატში წვეთს რაიმე საკითხს. ეს მგონია, რომ რაღაც არ ჯდება რუსულ პოლიტიკაში და მათ პროპაგანდასთან წინააღმდეგობაში მოდის, ისინი ამას გამარჯვებად ნამდვილად ვერ გაყიდიან და ამას არ მიიღებს მინიმუმ რუსეთის ეს პროპაგანდით გამორეცხილი საზოგადოება, ამას ვერ გაიგებენ და ვერანაირად ვერ ჩაუთვლიან ამას ძლიერ ნაბიჯად, რომ ზელენსკის შეთავაზებას პირველივე ჯერზე ასე დათანხმდეს. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მგონია, რომ ალბათ რაიმეს კიდევ მოიფიქრებენ და პუტინი არ ჩავა, არის ეს. და მეორე მიზეზი, რატომაც მგონია, რომ ის პირდაპირ მოლაპარაკებებზე არ წავა ზელენსკისთან, არის ძირეული უფრო და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ პუტინის ამოცანა არ არის რეალურად მშვიდობა და არ არის ამ ომის დასრულება.
ამაზეც ვისაუბრებ, რატომ ვფიქრობ ასე და რას ვეყრდნობი, რა ინფორმაციას ვეყრდნობი, როდესაც ვამბობ, რომ პუტინს რეალურად არ სურს ამ ომის დასრულება. მანამდე რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ზელენსკის ნაბიჯებს, რომელიც მიმართული არის ერთგვარად იმისკენ, რომ სიმართლე დაანახოს დასავლეთს და სიმართლე დაანახოს ტრამპს. ჩვენთვის ყველასთვის გასაგებია, ვინ არის ამ ომში აგრესორი, თუმცა ერთგვარად ესეთი მცდარი პროცესი შეიქმნა, მას შემდეგ რაც ტრამპი მოვიდა მეორე ვადით და მან რაღაც გაურკვეველი ნაბიჯების გადატმა დაიწყო, მან დაიწყო გაწნეხვა ზელენსკის, რომ თითქოს ის იყო რაღაც პრობლემის სათავე. აი ამის საპასუხოდ ზელენსკის აქვს ყოველ ჯერზე, სწორედ ოვალური კაბინეტის სკანდალის შემდეგ ესეთი ფრთხილი და გამოზომილი ნაბიჯები, სადაც ყოველ ჯერზე ის მიანიშნებს, რომ მიყვება ტრამპის პოლიტიკას, მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის არის ძვირფასი პარტნიორი და ცდილობს, რომ სწორედ ტრამპის ტაქტიკით გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ დაანახოს პირველ რიგში მას და შემდგომ უკვე მთელ დანარჩენ მსოფლიოს, რომ მას რეალურად უნდა მშვიდობა, თუმცა პუტინს არ სურს ომის გაჩერება და ერთადერთი მისი ამოცანა არის აგრესია. აი აქედან გამომდინარე, აი ამ სცენარის ნაწილი არის სწორედ ის, რომ ის თავდაპირველად კოორდინაციაში იყო ტრამპთან, როდესაც ხვდებოდა ევროპელ ლიდერებსაც, ყველა ჯერზე ხაზი გაესვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით იქნება ყველა ნაბიჯი გადადგმული, თუ პუტინი არ დათანხმდება უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და ყველანაირად ამის დემონსტრირება ხდებოდა, რომ ეს არის ერთობლივი ტაქტიკა, ეს არის ერთობლივი ნაბიჯები და აი ამ ერთობლივი მშვიდობიანი პროცესის პირისპირ მხოლოდ და მხოლოდ პუტინი დგას. და ეს არის ბოლო სვა. ახლა რაღა უნდა მოხდეს, ხო? ახლა რაღა მიზეზი უნდა იქნას მოფიქრებული. თავად პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ სტამბოლში უნდა შეხვედრა და აქედან ზელენსკი ეუბნება და ყველას დასანახად და ყველას გასაგონად ეუბნება, რომ ის მზად არის და მზად არის არათუ რაღაც გაურკვეველ ფორმატებში და გაწერილ ფორმატში პირისპირ დაჯდეს პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მანამდე კი სთავაზობს, რომ სწორედ ხვალიდან შეწყდეს ცეცხლი. ერთი სიტყვით, ყველასთან შეთანხმებული და ყველასთვის ნათელი მოცემულობა შექმნა ზელენსკიმ აი ამ გადაწყვეტილებებით და თამამით განცხადებით, რასაც შესაძლოა ბევრი არ ელოდა, პირველ რიგში ამას დიდი ალბათობით არც რუსეთში ელოდნენ, ასეთ თამამ და ღია ნაბიჯს მოლაპარაკებებზე პირისპირ დაჯდომასთან დაკავშირებით და ახლა ჯერი არის რუსეთზე. და ხო, ნუ საბოლოოდ რო ვთქვათ, რას უნდა ველოდეთ პუტინისგან. ნუ პრინციპში ნაწილობრივ ვთქვი, რომ მე არ ველოდები მისგან პირდაპირ მოლაპარაკებებზე წასვლას, მისთვის კლოუნ ზელენსკისთან ასე არ დაიმცირებს ის მინიმუმ თავს თავის საზოგადოების წინაშე და ეს იქნება სისუსტის დემონსტრირება მისი მხრიდან. მეორეს მხრივ ის არის ჩიხში მოქცეული და ვნახოთ რა სულებს გააკეთებენ იმის გამოსაჩენად, რომ თითქოს რაღაცა მშვიდობის მყოფელები არიან. ბოლოს მოდი ვთქვათ, რატომ არ სურს პუტინს ომის დასრულება. აი ამის მიზეზებზე, როდესაც საუბრობენ ხოლმე მთელ მსოფლიოში, ავტორიტეტული მიმომხილველები, ან პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ მკვლევარები ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ. მას ანუ პუტინს სასიცოცხლოდ ჭირდება ახლა ომის გაგრძელება. პირველ რიგში იმიტომ, რომ დღეს მთელი რუსეთის ეკონომიკა დგას ომის სცენარზე და დგას სამხედრო ინდუსტრიაზე. 70%-ზე მეტი რუსეთის ეკონომიკის არის სწორედ სამხედრო წარმოება და მთელი ფული აი აქეთ არის მიმართული, მთელი სამუშაო ძალა, ასე ვთქვათ, მთელი ადამიანური რესურსი და მთელი სისტემა არის აი ამ საომარ სცენარზე გაჩერებული და თუ ხვალ ომი გაჩერდება, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური უდიდესი პრობლემები შეიქმნება ქვეყნის შიგნით, გაიზრდება ამის კვალდაკვალ უკმაყოფილება. ამას ემატება დაახლოებით 25%-იანი დეფიციტი, აი წლიური ზრდის გათვლაში, რაც 2025 წლისთვის ჰქონდა რუსეთს. ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ნავთობზე ფასების ვარდნა და სწორედ ნავთობის ექსპორტი არის თუნდაც ჭრილოვანი ფლოტის გავლით რუსეთის მთავარი შემოსავალი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ეკონომიკური მოცემულობა პუტინს არ აძლევს იმის ფუფუნებას, რომ ახლა მისი ეკონომიკა სამხედრო
ინდუსტრიიდან სხვა სამშვიდობო პროცესის დროს ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნოს. მეორე საკითხი ეს არის სოციალური და პოლიტიკური საკითხი, რაც პრობლემატური არის ნამდვილად ახლა პუტინისთვის, რომ წარმოვიდგინოთ დღეს რომ შეწყდეს ომი და ფრონტის ხაზებიდან მოხსნილი ამდენი ათასობით სამხედრო დამნაშავე, ზოგი კრიმინალი, ესეთი გაურკვევლობის ფონზე, რომ არ არის ცხადად აქ საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწია, ბრუნდება იმ საზოგადოებაში, რომელსაც თავის მხრივ აქვს უდიდესი ადამიანური დანაკარგები, მილიონამდე დაღუპული სამხედრო, უდიდესი ეკონომიკური დანაკლისი და ცხოვრების დონე გაუარესებული, კითხვის ნიშნებია ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე და იწყება ქაოსი, ხო? ანუ ეს საზოგადოებრივი უკმაყოფილება, კრიმინალი და მთელი რიგი საფრთხეები, რომელიც აი ამ ბრძოლის ველიდან დაბრუნებული კრიმინალების შემდგომ რეინტეგრაციას უკავშირდება, ეს განიხილება რომ არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება აი ამ სცენარში და ამას მოყვება პოლიტიკური უკმაყოფილებები, ხო? პუტინი ამას დიდ გამარჯვებად ვერ გაასაღებს, თუ ახლა ომი შეწყდა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აქ სანქციები ჯერ არავის მოუხსნია და ეს ეკონომიკური პრობლემები გაგრძელდება, თუ კიდევ არ დაუმატეს და ნუ აი ეს რამდენიმე მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ახლა პუტინისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ომი უნდა გააგრძელოს, ვიდრე მისთვის რაიმე ლოგიკურ შედეგამდე არ მიიყვანს, იმ ლოგიკურ შედეგამდე, რომელსაც გაასაღებს არათუ შიდა აუდიტორიისთვის, არამედ მთლიანად რეგიონში როგორც დიდ რაღაც გეოპოლიტიკურ წარმატებად. აი ეს არის პრინციპში ძირითადი საკითხები, რაზეც ამ ვიდეოში მინდოდა ყურადღება გამიმახვილებინა, ძალიან პოზიტიურად ვითარდება ჩემი აზრით მოვლენები იმ ხალხისთვის, ვისაც სურს, რომ ძალიან მალე ვნახოთ პუტინის რეჟიმის ჩამოშლა და მისი მარცხი ამ აგრესიულ და გაუმართლებელ ომში. რომ ვამბობ, რომ პოზიტიურად ვითარდება, ამაში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ზელენსკის ნაბიჯები შეთანხმებული არის დასავლელ პარტნიორებთან, შეთანხმებული არის ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ასევე ცხადია და ჩანს ეს, რომ ევროპელმა ლიდერებმა თუნდაც აი ამ ბოლო ვიზიტის დროს გამოჩნდა, რომ წინ წამოიწიეს აი ამ პროცესში და აჩვენეს ერთიანობა. ეს ერთიანობა სულს ყველაზე მეტად პუტინს, ის ცდილობდა ამის დაყოფას. პუტინი ცდილობდა ხელი შეეწყო პოზიციების დაშორებისკენ დასავლელ ლიდერებსა და ზელენსკის შორის, თუმცა ეს ფაქტია, რომ არ გამოუვიდა და მრჩება განცდა, რომ ახლა ყველა ერთად ცდილობს მის კუთხეში მომწყდებას და ახლა სწორედ პუტინის ნაბიჯებზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, ის ნამდვილად არ არის კარგ პოზიციაში, ან უნდა დათანხმდეს ამ პირისპირ მოლაპარაკებებს, ან უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, ან არა და ის მიიღებს უმძიმეს სანქციებს და მიიღებს მეტ დახმარებას მისი მოწინააღმდეგისთვის, უკრაინისთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოებისგან, ბრიტანეთისგან, ასევე და კიდევ სხვა პარტნიორებისგან, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული და რაც მთავარია ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელიც უკვე ახლა ბიზნეს პარტნიორიც არის უკრაინისთვის და გაფორმებულია მინერალების შესახებ შეთანხმება. ნახოთ როგორ წავა პროცესი, მადლობა ყურადღებისთვის, აქ დავასრულებ და დაველოდები უკვე ხვალინდელ დღეს, ხვალიდან ოფიციალურად უკრაინა აცხადებს, რომ ცეცხლს არ გახსნის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისგან არ იქნება იერიშები და თუ იქნება იერიშები, მას სარკისებურად უპასუხებს. ნახოთ 15 მაისი არის თარიღი, რომელიც განისაზღვრა მოლაპარაკებებისთვის. სტამბული იქნება ლოკაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ზელენსკი ამბობს, რომ ჩავა, იმ შემთხვევაშიც კი თუ პუტინი გადაიფიქრებს მასთან პირისპირ დაჯდომას.